როგორ ახარ? აიც. გახსოვს მაინც რამდენი წლის წინ უნდა მოსულიყავი ამ გადაცემაში. თავარია რომ მოვახცე. მოდი აქ. კარგად გელას მოგიყვანე. ნამდვილად. სიონის ახლო-მახლო, ძველ თბილისში. მშვენიერად გელას. მიხარია რომ შენთან ჩემს ესეთ კარგ მეგობართან. შენთვის ეს კარგი მეგობარი რო იყო, აქამდე მოხვიდოდი, მაგრამ რამდენიმე წელი მახვეწრინე. თუმცა საპატიო მიზეზები მქონდა. კი, მქონდა და რა ვიცი, ხო იცი, ყველაფერი თავის დროს ხდება ხო? ალბათ, ალბათ. კარგია რომ მოხვედი. გადატვირთული პერიოდი ქონდა და ამოისუნთქე ცოტა? ამოვისუნთქე, კი, თუმცა მენატრება. გადატვირთვა? ცეკვებს გულისხმობ? არა მარტო, ხო ცეკვებმაც რა თქმა უნდა უფრო დაგტვირთვა, იმიტომ რომ ეს რეჟიმია იქ. რა თქმა უნდა, ვინც უყურებს და ამ პროექტს ბევრი უყურებს, არიციან რა შრომის შედეგად არის და კი, შენ ხო იყავი ხოლმე. მე ხო, ნუ ვიყავი ის მონაწილე, არადროს ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო მონაწილე რომ არ ვიყავი, რომ მე მაგ დროს ვერ გაუძლებდი და რასაც უყურებ რომ დილიდან საღამომდე იმისთვის რომ მე ორშაბათს ცეკვა იხილონ ხოლმე, ყველა ჩემი პატივისცემა. ხო და ალბათ მაქედან გამომდინარე რომ შიდა სამზარეულო იცი? აღარავის არ ვიცი. აღარ გინდა არასდროს მონაწილე. მართლა ერთ-ერთი მიზეზი ესაა. პირველ რიგში გულისხმობ დროს და რეჟიმს და ამ პრობლემას თორე მეტი არაფერი. ხო, ძალიან დიდი შრომასთან არის რეალურად. ხო, მაგრამ მოდი მე გულწრფელად გეტყვი ჩემს შეფასებას და მე მგონი რომ ძალიან ბევრი ვიქნებით ერთად. როცა შენ პირველ ტურში გნახეთ, ყოველს ქონა ესეთ აი სასიამოვნო გაუცება რომ გაუცება ხო? ანი თურმე როგორ ცეკვავს. ანუ როგორ მღეროდი, როგორ მღერი ხარ ეს ვიცით. ხო. მაგრამ ეს ცეკვის ბიჭი მქონდა, იცოდი, სურვილი მქონდა ვიცი. მაგრამ თუ პარალელურად აღმოაჩინე. შინაგანად ხო გძნობ ხოლმე, ხა შენ დარწმუნებული ვარ? რა შეგიძლია ხვდები? ხო, და რა შეიძლება სამომავლოდ გამოგივიდეს და რა თქმა უნდა, ბავშვობაში როგორც ყველა დავდივართ ხოლმე ცეკვაზე, ქართულ ცეკვაზე, ესე დავდიოდი 4 წლის მანძილზე. თუმცა მაშინაც ვუყვარდი ძალიან ჩემს მასწავლებლებს, ძალიან მკაცრი იყო სხვათა შორის, გოგი ჩაჩავა და გოგი რაღაცაით სოლოებს მაძლევდა ხოლმე და ეგ ანუ ნიშნავს რომ კარგად გამომდიოდა ალბათ ხო ქართული ცეკვა. თუმცა ეს არის რადიკალურად განსხვავებული, შენ კარგად იცი, იმიტომ რომ პირიქით რაც შეიძლება რომ ქართულ ცეკვაში იცოდე და გამოგდიოდეს, იმის საპირისპირო არის, იმიტომ რომ ტერფი სხვანაირად უნდა გედგას. რაღაცა დგომის სხვანაირი უნდა გქონდეს და სხვა აქცენტები არის რა. გარდა შენთვის პროექტი ზოგადად არ არის ახალი, იმიტომ რომ თავის დროზე პროექტით გაგიცნო საზოგადოებამ და შეგიყვარა და აღმოგაჩინა და გამარჯვებული იყავი და პროექტები იცი რა არის. კი. და კიდე ერთხელ ვიტყვი, ერთია რა ჩანს ხოლმე, მაგრამ მეორეა შიგნით რა ხდება. გარდა იმისა, რომ შენ როგორც მოცეკვავე აღმოაჩინე შენ თავში და ხალხმა და ყველას ძალიან გაუყვარდა და ფინალისტი ხარ, რა მოგცა პროექტი? ამ პროექტმა სხვათა შორის ბევრი რამ მომცა. რაც უნდა, ალბათ ეს ძალისხმევა და დრო და ენერგია ღირდა, იმიტომ რომ თავიდან ვფიქრობდი, რომ აი რაღაცა ძალიან დიდი შრომა არის და რატო დავთანხმდით, ხო? კი, გეტყვი მაგ ისტორიასაც. იმას დავასრულებ. კი, ბოდიში. იმიტომ რომ მომცა ძალიან ბევრი რეალურად ამ პროექტმა. რაღაც სასიამოვნოს გვასწნევენ ვატყობ, ჩაი გიყვარს? პირველად კითხე, ამდენი წლის მეგობრობა, შენთან დიდი მადლობა, დიდი მადლობა. შენთან სტუმრობისას დამილევია სახლში, მაგრამ კი, სტუმრობისას ხო დაგილევია. ხო და, ნუ ალბათ როგორ გიყვარდეს, კაი, კარგზე ბოდიში რა კარგი ის არის, ნახე? ძალიან საყვარელია. რა ქვია ამას? როგორ ვთქვა, ქართულად, ჩაის ჭურჭელი. ხო და მომცა ძალიან ბევრი ამ პროექტმა. გარდა იმისა, რომ ჩემს თავში ისეთი ნიჭები აღმოვაჩინე და რაღაც რესურსი და უნარი, რაც ანუ რაღაც არარეალური მეჩვენებოდა და ასეც არის, მაგრამ აი ცოტა სტრესში და რეჟიმში აღმოაჩენ ხოლმე, ალბათ ეგრე ხდება, როცა სტრესი არის, ისეთ რაღაცებს აკეთებ, რეალურად ხები რა შეგიძლია, უფრო ვიხსნება შენში. ხო. და კონცენტრაციაც ორმაგია ხოლმე. როგორ დაგითახმეს ეგეც მითხარი და მე ერთი კითხვა მაქვს. ხო და რა მომცა კიდე უნდა დავამატო. მიდი, ყველაფერს გისმენთ. გავახსენდი ხალხს. აი ეს უნდა მეკითხა ხა და ამას არის. კიდე უფრო იგნე ხალხის სიყვარული? პოპულარობა აი მე კიდე გავდავტრი. ნუ დაამტრო რა. ძვირფასი ადგილია და. ჩემი ენერგეტიკა ჩემი გადაცემის ბიუჯეტი ვერ შეწდება. ესე იგი. ცეკვა როგორც გახსენეთ, მოგინდა რომ? ხო, ცეკვა მოვიდა. ხალხის სიყვარული კიდე უფრო იგზენი? გაახსენე ისე თავი? კი, გასმაგებულად ვიგზენი. სხვათა შორის რა მასშტაბზეც გადის ეს პროექტი? ასეთი მასშტაბი
პროექტშიც არ მიგძნია, მანამდე პროექტში შემძლია შევადარო ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტს, სადაც გავიმარჯვე. აი იმას დავადარებ. კი, ძალიან ბევრი უყურებს და არა μόνο საქართველოში. და ფინალში გაგიყვანეს. კი. გამიყვანეს არა. ხალხს გულისხმობ, არა. გაგიყვანეს გეტყვი, არა, სხვა რამე გულისხმებ. არა. დავკონკრეტოთ. ბევრი კარგი ვიცით, მაგრამ ხალხი წყვეტს, ხო? იმიტომ რომ აქ არის მარტივად რეკვაზე, ანუ გაგიყვანეს ვიგულისხმო, რომ ხალხის სიყვარულმა და გულშემატკივრობამ მიგიყვანა ფინალამდე, იმიტომ რომ ისე ბევრი კარგი მოცეკვავი იყო, მაგრამ ვერ. ეს ვიგულისხმო. ხო და იცი აღმომაჩინა ბევრმა ადამიანმა როგორც მივხვდი, კი და დავინახე კიდეც, თუ გავახსენდი ვიღაცებს, რაღაცა სხვა ნიჭები დაინახეს ჩემში, რაც რეალურად ესე რაღაცა აფიშირებას არ ვახდენ ხოლმე არასდროს. რატო? არ ვთვლი რომ იმ პროფესიის ადამიანისთვის, სადაც შენ წარმოვადგენ მომღერალს. საჭირო და მნიშვნელოვანია რომ შეახსენო ხოლმე, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენს კი არა, ეს ალბათ ჩემი კომპლექსია, პირდაპირ გეტყვი. ისე ხო პირველად საუბრობ ამ ესეთ რაღაცებზე, იმიტომ რომ აი მეგობართან თუ არა ვისთან ვისთან და ხო, რაღაც შენი გაიცნო. მე რამდენჯერ მეუბნებოდი და მაგას მეუბნებოდი, რომ არა ვის რაში ვაინტერესებ, არ იქნება საინტერესო და მეუბნებოდი უარს. იცი თავმდაბალი ადამიანი ვარ მე მგონი. ალბათ აქედან გამომდინარეობს. შენ კი იცი ხა რაღაცეები, მაგრამ კომპლექსიანიც ვარ, შეიძლება ჩემი კომპლექსი არის ალბათ ერთ-ერთი, რომ პირიქით არ მიყვარს ადამიანები, ვინც ძალიან ახლავს თავს სხვა. მაგრამ იმაზე ხო გიფიქრია და ახლა ხო დარწმუნდი რომ კიდე ერთხელ ვიძახი. შეახსენო ხოლმე თავი. იმიტომ რომ შენ აგძელეთ მომღერლობას. აუცილებელია, იმიტომ რომ ისე საქმეშიც როგორ რა არის იცი საქმეში სხვანაირად ვარ ხოლმე ჩემს პროფესიას პირველად პროფესიას რაც შეიძლება რა არის შენი პირველი პროფესია გითხარ საერთაშორისო მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული ეხლა პროექტების ხელმძღვანელი ვარ მარკეტინგული პროექტების და რა თქმა უნდა საქმეში სხვანაირი ვარ ხოლმე სცენაზე აი ამ ნიჭის აფიშირება არასდროს არ მყარებია იმიტომ რომ ეს ცოტა შინაგან რაღაცებს უკავშირდება ის გამოტანას ალბათ არ მიყვარს რა რადგან ამ პროექტმა ესეც გონია რომ უნდა დაინახო სხვა კი მაგრამ ხანდახან თუ არ შეახსენე თავი არ გამოვა რადგან შენ მოახდინე ასე ვთქვათ მეორე სუნთქვა გახსენი იმადაც ხო არ დაფიქრდი ან ხო არ გითხრეს ან ხო არ დაგაფიქრეს რომ უფრო აქტიურადაც გამოჩნდეს სცენაზე და მომღერლობაც არა თუმცა მივხვდი ჩემით მაგას გითხრეს ვიგულისხმე რომ ხო არ ვიხდი ამითაც, ამას თქმა ვიგულისხმე, რომ ან უფრო ხშირად როგორც მომღერალი დაგვენახე. და ხო არ ვიფიქრე ამაზე. კი, რა თქმა უნდა, დავფიქრდი. მე მგონი მეტყობა კიდევაც ჩემი ამჟამინდელი პროფესიული რითმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბევრ ადგილას ვარ, ესე ვთქვათ. მათ შორის ტელევიზიაშიც და ეს კიდევ ახალი ნიჭია აღმოვაჩინე. ესეც უნდა მეკითხა. ხო არ აღმომიჩინეს უფრო სწორედ. ხო და აი ამ შენმა აქტიურობამ გამოჩენამ ხო არ დააკავშირა და ხო არ თქვა უი ანი. იმიტომ რომ მალევე მოხდა ამ პროექტის მერე მალევე შენ პირველ აღს გულისხმობთ ახალი არხი და ახალი ტელევიზიიდან გავიდა ახალი სივრცე ახალი გადაცემა ყველაფერი ახალი შეგვიძლია და უცებ ახალი წამყვანი ანი შეიძლება რომ დაკავშირებული ყოფილიყო შესაძლებელია იმიტომ რომ როცა ეკრანზე ხარ და თან ანუ იქ რაღაცა ინტერვიუებიც იყო ხო იქ ხვდები რომ ხალხსაც თურმე ხო რეიტინგზე ყველაფერი ხალხს თურმე აინტერესებს ანი კი პლუს ალბათ ხო ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა რასაც ადამიანები ალბათ უყურებენ და ესე აღმოვაჩენთ ხოლმე ხო იცი მანამდე გიფიქრია ტელეწამყვანობაზე როდესმე რა თქმა უნდა მიფიქრია კი მიფიქრე, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, რომელიც მგონია, რომ ჩემი სივრცეა. კარგი აღმოჩნდა ეს ამბლოა. სხვადასხვა ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნოდ გძნობ თავს. ამ ჩემი გის გახდი კონკურენტი? განსაკუთრებით არა კონკურენტი. მე მგონი სხვა მიმართულებით. ხუმრო. კოლეგა გახდი. კოლეგა ხა. იცი რა არის ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ხოლმე გარემოს ძალიან და მართლა სასიამოვნო გუნდი არის და პირველ რიგში ამას აქვს მნიშვნელობა უდიდესი. იმიტომ რომ თუ არ მოგწონს ის გარემო, სადაც ამ საქმეს აკეთებ, ცოტა რთულია. შედეგი რთულია. ხო, როცა ემოციურ ადამიანზე ვსაუბრობთ. ხო და რთული არის იმ ნაწილში, რომ უბრალოდ დილი ძალიან ადრე გიწევს გაღვიძება. მივხვდი რა რთული ყოფილა. კი, თუმცა დისციპლინა მიყვარს და როცა საქმეს ეხება, აქ ძალიან გაწერილი მაქვს ხოლმე, შენ კი ამბობ რომ აი დაგვიანება. სხვა ნაწილში. ხო, არო დღეს დააგვიან. თქვი, იმიტომ რომ შეხვედრაზე ვიყავი საქმეა შეხვედრა. მე გაპატი. რომელიც იქ დილის ეთერში რომ პირდაპირ ეთერში დააგვიანებ, არ გაპატიებ. ხო და არ დამიგვიანია აქამდე, ესე იგი. ან ისოდი რომ მე გაპატიებ. ხედავ? არა. იცი რა შეა საქმე რომ ხო საქმე შეხვედრას როცა ეხება სადაც ვიყავი გაგრძელდა 15 წუთი და გასაგები. კაი, გაპატი. მოკლედ წამყვანობას მოგეწონა. ეს ამბლოაც. ძალიან. მისვენე რაც უნდა კითხო ახლა.
შენი პროფესიით რას თქვი, დანდატვირთული ხარ, შეხვედრები, აზმატე სიმღერა, ამადე ტელევიზია და არ გამოგხდით დედობა. შენ შუალს პროფესია არის. ათავსებ, არ გიჭირს. თუ ისე გეხმარება რომ ის დილას არის საღამო. წამოიზარდა. ბევრ ამას დამოუკიდებლად, თან საკმაოდ დამოუკიდებელი ტიპი არის თვითონ. და ბავშვობიდანვე თავიდანვე შევაჩვიე, ისედაც დიდი ოჯახი ვართ და დიდ ოჯახში დაიბადა. ჯერთი თავიდან ესე ბევრი ერთად ცხოვრობდით, მამი და ბებია, ყველა დედა, მამა, ყველა გარშემო მყავდა და ჩემთვის პირიქით ესეთი გარემო ძალიან საყვარელი და სასიამოვნო არის. ეხლა რომ რაც მაკლია სხვათა შორის, იმიტომ რომ ხშირად მიდიან ხოლმე ბათუმში და აქეთ ნაკლებად ჩამოდიან. მარტო ხარ ხოლმე? ბათუმი შენი პირველი სიყვარულია თუ მეორე? ვიტყოდი რომ პირველი. მაინც პირველი სიყვარულია, იმიტომ რომ შენი მშობლიური მხარეა. კი. განსაკუთრებით ალბათ იმიტომ რომ ჩემი დედმამა ნიქაურები არიან. ვიცი, მე ამიტომ ვიგულისხმე. მათი ურთიერთობა კიდე ხო ბათუმთან არის კავშირში და მათი ხასიათიც ბათუმურია. დედაზე რო კითხო შეიძლება? ცოტა სხვანაირია. დედაზე რო კითხო შეიძლება? დედა რომელიც რამდენიმე წლის წინ სამწუხაროდ ძიმე დაავადების გამო გარდაიცვალა და კარგად იცნობდი მას. ხო, კი, და მე შენ ოჯახს და მშობლები რო ახსენე, მე ვიცოდი ერთმანეთის სიყვარული, შენი სიყვარული, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ყველა შვილს და მშობელს უყვართ ერთმანეთს, შენთვის მნიშვნელოვანი იყო და მე მახსოვს შენი დედასთან ურთიერთობა, შენი მდგომარეობა თავად იყო და შენი მდგომარეობა და წავიდა. ისიც მახსოვს დედამ ძიმეთ რო იყო და შენ იერუსალიმში წამოხვედი დედის გამო. ესეც კარგად მახსოვს აღდგომის პერიოდში წამოხვედი და დედაზე ილოცე. რაღაცა ჩათქმული მქონდა ესე დედის გამო. რომ თუ მდგომარეობაში რომ იყო და რაღაც ისეთ ვერაკ დაავადებასთან მქონდა კავშირი, ესე ვთქვათ, რაღაცა ცოტა სხვანაირად ვიყავი შინაგანად და მინდოდა რომ მისთვის რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და მართლა სასწაული რაღაცა მეც ვერაფერს ვერ გავაკეთე. ხო, ნამდვილად. ლოცვაზე მეც ნამდვილად ვერაფერს ვერ გავაკეთებ და იქ სხვათა შორის ამაზე ესე დეტალურად არ მისაუბრე შენთან, მაგრამ იყო ბევრი რაღაცა ისეთი დეტალი, რაც მართლა იქ მოხდა და მხოლოდ იქ ხდება, ესე მგონია. ხო, ნუ და ამას ჭირდება რწმენა, როგორ არის, იცი? რა თქმა უნდა, იერუსალიმი და ნებისმიერი ტაძარი თუ ნებისმიერი ადგილი არის წმინდა, მაგრამ შენს განწყობას როგორ მიდიხარ, აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ შეიძლება წახვიდე იერუსალიმში და ისევე ცარიელი წამოხვიდე, შენ რო არა, შენ წმენაზეა ეს ქრისტიანობა, არ არის მაგია. ეს არის ცოცხალი წმენა. ამიტომ შენი ამ წმენით რო ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ბევრი პასუხი და ბევრი ეს ყველაფერი შედეგი წამოიღე. ამ გადმოსახედი დედა როცა აღარ არის. გავიდა რამდენიმე წელი. წლება გული რამე რაც დედასთან ვერ მოასწარია, ნუ შეგელო შენაირ დიზავდი, როგორც შვილი, როგორც ეს ალბათ ყველა შვილს აქვს, რომ უფრო მეტად ვერ გამოვხატე. დედა ჩემი ამაზეც არ მისაუბრია და შენთან ვილაპარაკებ ახლა მაგაზეც მის ხასიათზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმოშობით მისი გვარი არის ბერძნული. ბერძნული. მეც მერე გავიგე, რო გარდაიცვალა, არ ვიცოდი, ამას ტენად მითხარი არა და მეგონა რომ ბევრი რამე ვიცოდი შენს ოჯახზე. შენ მეუბნებოდი ხოლმე რომ რაღაც უცხო გარეგნობა აქვსო და შენცო რაღაცა უცხო გარეგნობით ხარო. ალბათ მოქმედებს მაინც. ბერძნული წარმოშობის ვარიადისი იყო გვარად და რაღაცა სპარტანული ხასიათი მართლა აქვს რაღაცნაირი სხვანაირი ხასიათი. ძალიან პირდაპირი ადამიანი იყო და სამართლიანი და ეგ ხასიათი მე ვიცი და ბევრ რამეში გავაკეთე ანალიზი და ძალიან ყველა მეუბნება რომ ძალიან მაიგივებენ დედა ჩემთან. გარდა იმისა რომ შენს ლამაზი ხარ დედასავით კიდე რა გამოყვა დედისგან. იცი ხო აი მე მგონი ძალიან კარგი კომპლიმენტია შენ თორსა გეუბნები რომ ნატას გავხარ ან ხასიათი ან ვიზუალით. ჩემთვის ეს არის საუკეთესო კომპლიმენტი რაც შეიძლება ვინმე მომცეს და მითხრას. სხვათა შორის უთქვამთ ესეთ რაც დედა ჩემს თავის მეგობრები ადარებდნენ იცი ის ფერებშიც ისე იყო და ეს შუბლი თმას რო იწოდა ხოლმე რომიშნაიდერს ადარებდნენ და ძალიან ლამაზი კინოვარსკვლავი ნამდვილი გავხართ რაღაცა იყო ეგეთი და ალბათ იმიტომ რომ ნატას გავარ და ეს ძალიან მიხარია და დედა ჩემი ჩემთვის იყო საუკეთესო მოდელი ესე ვთქვათ როგორ უნდა იყოს და აი ადამიანის საუკეთესო ხარისხში ვინც შეიძლება და ყოფილიყო ახლა გაქვს მასთან კონტაქტი გძნობ მის დახმარებას მის ლოცვებს შემწეობას იცი რა გძნობ განსაკუთრებით მაშინ როცა ბათუმში ჩავდივარ ხოლმე რაღაცნაირად თვითონაც მე ბოლო პერიოდში ითხოვდა რომ სახლში მინდაო და სახლი მიუხედავად იმისა რომ აქ ძალიან
დიდი იყო. კარგი, როგორ მიყვარდა თქვენი სახლი იყო. რამდენიმე სართული და ტერასით. მაინც მისი სახლი იყო ბათუმში. და ბათუმში არის დაკრძალული და მისივე სურვილით? მისივე სურვილით. აი ეს მისი იქ წასვლა ბოლო პერიოდში, აი ჩემთვის იგივდებოდა, სწორედ ამას გულისხმობდა ალბათ რომ გრძნობდა რომ სხვაგან იყო, მართლა მისი გონებაც სხვაგან იყო, იქით უნდოდა. და იქ მის მხარდაჭერას უფრო სხვანაირად ვგრძნობ ალბათ, შეიძლება იმიტომ რომ მისი საფლავი იქ არის და როგორც კი ჩავდივარ ხოლმე, ყოველთვის აი მაშინვე მივდივარ და სხვანაირად ვგრძნობ და აქაც ვგრძნობ ხოლმე ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვთხოვ ხოლმე დახმარებას და გზის ჩვენებას. შენი აზრით, ახლა რომ ცოცხალი იყოს ნატა, შენი ახლანდელი ანი ეს წარმატებები საქმეები მოიწონებოდა. აბარებ ხოლმე რაღაც ანგარიშს ერთგვარს. ყოფილი იყო ბევრი რაღაცის უფლებას არ მომცემდა თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არასდროს არ ერეოდა ჩემს გადაწყვეტილებებში, სხვათა შორის არასდროს. არც საუბრობთ ისეთ თემებზე, რომ აი რაღაცა უფრო პროფესიასთან მიმართებაში და სულ მახსოვს მისი ფრაზები, რომ რატომღაც თვითონ ქონდა ამის დანაკლისი, რომ შენი უნდა გქონდეს აუცილებლად, შენ იყავი მყარად, აი ეს ქონდა, რატო ქონდა, ეხლა კი ვაანალიზებ, რატომაც ქონდა, ცოტა სხვანაირი ცხოვრება მოვიდა და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე განათლება მქონოდა, პროფესია მქონოდა და ესეც ალბათ ბავშვობაში რაღაცნაირად ქვეცნობიერად არასდროს ამაზე არ ვსაუბრი ესე პირდაპირ. თუმცა გრძნობდი ამას, იმიტომ რომ ჩემი მსოფლმხედველობაც ესე ჩამოყალიბდა, რომ ვისწავლე ძალიან ბევრი ვიშრომე. სულ შრომაში ხარ, რაც გიცნობ. ვარ, ხო. სულ და სულ მაგას მეხუმრებიან ხოლმე, რომ სულ როგორ უნდა სწავლობდე, მაგრამ ეს დედას უსრულებს სურვილს. როცა ახალგაზრდა ასაკში დედის გარეშე დარჩი და კიდე ერთხელ გაუსვა მხალს, შენ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონა დედასთან. რამ გაგაძლიერა, რამ გადაგატანინა, რა იყო ის, რაც დაგეხმარა? როცა ესეთ სისტაი შენს ნაწილს განეშორე და ფიზიკურად თორე სულიერად რა თქმა უნდა ცოცხალია. მანამდე ვიყავი ძალიან დიდი ნერვიულობა მოგვიწია ყველას ოჯახის წევრებს, მე და მამას განსაკუთრებით, იმიტომ რომ უშუალო შეხება ქონდა. მე გერმანიაში ვიყავით კიდე 4 თვის მანძილზე, 2 თვის მანძილზე, ხო, მის დაავადებასთან დაკავშირებით იქ გავიარეთ მკურნალობა და პირველ დარტყმას ესე ვთქვათ მე ამი გერმანულ ენაზე ვიღებდი ხოლმე და მე ცოტა სხვანაირად უთარგმნიდი ამათ კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ჩემს თავზე აღებული ექიმების მიმართულებას მართავდი სრულად და იმიტომ რომ მაგ დროს ნუ სხვა არავინ არ არსებობს უნდა ვიღაცამ აიღოს თავის თავზე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო მე კარგი ხნის მანძილზე მქონდა კითხვის ნიშნები რომ არასწორად ხომ არ წავიყვანე და არის ყოველთვის ალბათ ეგ დამოკიდებულება და შემდეგ უკვე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამე თუ ხდებოდა პირველ რიგში აი ლუკას ნაწილში ძალიან თვითონ დარდობდა იმას რომ ანუ ცალი მხარე გაკავებული რო ქონდა უკვე ვერ გეხმარებიო მაგრამ მაინც ახერხებდა იმიტომ რომ სულ მახსოვს შემოდიოდა ოთახში და ცალი ხელით იჭერდა ხოლმე და აი თითქოს ეს იყო მისი დახმარება მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ერთი წელი მოესწრო ლუკასაც და კარგად მოხდა ყველაფერი ეს ერთი წელი იყო ის ბედნიერება რაც მას შეიგრძნო შვილიშვილის ყოფნით რამ გადაგატანა და რამ გაგაძლიერა მე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობ და ლუკამ ძალიან გამაძლიერა შემდეგ ჩირეთლოვანი შვილი ყავთ დედა ჭირდებოდა მას კი და ისევ რწმენამ იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ხო არის რომ უნდა ვისაუბრო ამაზეც რა რამდენადაც ისეთი რთული არ უნდა იყოს მესამე დღეს ანუ წესის აგების დღეს რაღაცნაირად სხვანაირად ვიგრძენი ეს თითქოს ანუ ზუსტად ვიცოდი ზუსტად ვიგრძენი და ტვინში გავაანალიზე იმდენად თავისით მოდიოდნენ მამაოები ვისთანაც მას შეხება ჰქონდა რაღაცნაირად ამაზე არ მორწმუნე იყო ხო ნატა ძალიან მორწმუნე იყო შემიძლია თქვა ხა დღეს არის ხოლმე რა მორწმუნე ვარ მორწმუნე მაგრამ სწორად მორწმუნე ჩემი უშუალოდ მოძღვარი რომელიც არის შიომღვიმის წინამძღვარი მამა საბა ჯიშკარიანი რომელიც ჩემთვის სამაგალითო პიროვნება არის ნამდვილად ყველანაირი მის ცხოვრების წესიდან დაწყებული სასულიერო განათლებით დასრულებული და მამა საბას აღზრდილი ვარ ფაქტობრივად ძალიან დიდი წვლილი არის ჩემს აღზრდაში მისი იმიტომ რომ ბავშვობიდან ჯერ კიდევ სახლში იბარებდა ხოლმე აღსარებებს სანამ ტაძარში დაიწყებდა მოღვაწეობას და ნატასაც ძალიან განსაკუთრებულად უყვარდა და მამაოსაც განსაკუთრებულად დღემდე
მახსენებს ხოლმე ძალიან დეტალებს, ნუ როგორი სწორი ცხოვრებით ცხოვრობდა დედაჩემი და ამიტომაც იყო სამაგალითო და რაღაცა სხვანაირი მადლი აქვსო, ყველა მამა ვინც კი მოდიოდა მეუბნებოდა, რომ დარწმუნებული იყვნენ, სადაც მიდიოდა და ეს მე ვიგრძენი მესამე დღეს წესს. და ერთგვარი სიმშვიდე შემოვიდა? და ეგ სიმშვიდე რაც მე შევიგრძენი, ის რომ გავაანალიზე სად იყო. და გამშვიდა მაგას. ჩემთვის იყო შვება უკვე, აი მაგიტომ ამბობ, რომ რწმენა ოღონდ მხოლოდ რწმენა არა, ანუ შეგრძნების დონეზე ამას თუ შეიგრძნობ და იგრძნობ მადლს, მან უკვე ჩემთვის ამოხსნილია რა ყველაფერი. რადგან ახსენე შენ რწმენა, ახსენე მოძღვარი, მოდი შენს კავშირდად გითხარ ეკლესიასთან. მე ვიცი ეს. ხოდა შორის ამადაც უმეუნები რომ არავერ ვილაპარაკებ, რა მერიდება ასე შემდეგ. ცოტა გაგვამდე. როდის დაუკავშირდი, როგორ დაუკავშირდი? ამაზე საუბარი ალბათ ძალიან პირადია. რასაც გაგვამდებ ის გითხარ. მაგრამ ხო, რაც და შენთვის რა, აი შენთვის შინაგან, ეხლა შენ კარგი რამ ახსენე დედაზე, როცა აი ეს მადლივი დენ დავშვიდე. დედაჩემი მაგალითი. შენში როდის იყო? მე მახსოვს ამაღლების ტაძარში, სოლოაკში. ჯერ კიდე მამასაბა იქ როცა იყო, სანამ გადაიყვანდა შიომღვიმეში. სანამ შიომღვიმეში გადავიდო და ხო მე არ მიყვარს რაღაცა რომ ვენდობი ადამიანს და ჩემი სულიერი მოძღვარი არის ერთი იმას ხარ და ხარ მასთან. რა თქმა უნდა. და მამასაბასთან ხო მახსოვს რომ ამაღლების ტაძარში როგორ დავყავდი, როგორი დისციპლინა ქონდა, ეს აუცილებელი არის, მინდა რა ვიცი, ახალგაზრდა თაობასაც უთხრა რომ ტაძარში სიარული, რომელსაც მე ხო ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ისევე რო ახერხებ როგორც აქამდე და ბავშვობაში ვახერხებდი და იმიტომაც მახსოვს ის ბავშვობის შეგრძნებები და ნათელი და კარგი შეგრძნებები და ეს მადლს უშუალოდ გრძნობდი, ამას შეიგრძნობ, როცა ტაძარში ხარ რა, იმიტომ რომ ტაძარზე კარგად ვერსა. ეს ერთგვარი, ну, თუნდაც არ ვიცი, რიტუალი და არ ქვი თუ რაღაცა, ოღონდ პოზიტიური და კარგი, რა თქმა უნდა, სადაც შენ კავშირში ხარ, ალბათ იმ პოზიტივთან რა, ესე დავარქმევდი, რაც შენს გარშემო ტრიალებს და გინდა რომ იტრიალოს ალბათ და აი სამყაროს რომ ეძახიან ეხლა, ჩემთვის ეგ არის ერთი, რომელსაც ღმერთი ქვია. ყოფილა განსაკუთრებული მომენტები თუნდაც ტაძარში რომ აი რაც საოცარ სიხარულს გრძნობ, რაც არის მადლი, აი რომ ამაღლების ტაძარში და შიომღვიმეშიც აი ამას გრძნობ ხოლმე რა, ანუ მაგიტომაც მივდივარ ტაძარში. არ გავობ ხოლმე? ეგ იცი მახსოვს დედაჩემი, მიუხედავად იმისა რომ რაღაც ფიზიკურად დისკოზი ქონდა ხოლმე და ქონდა ის კურთხევა რომ სკამზეც დამჯდარი იყო, იმიტომ რომ იმდენად ხშირად დადიოდა ხოლმე ტაძარში. იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა, თან რაღაცა ბერძნებს რაღაც განსაკუთრებულად აქვთ რა ეს რწმენასთან რაღაცნაირი, არ ვიცი ხა ბერძნებს ვაბრალებთ ვასაუბრობთ, მაგრამ მამასაბასაც ხშირად უთქვამს. სხვათა შორის ბერძნულ ენაზე გალობდა მამასაბა და მამასაბა ხო საოცრად გალობს. საინტერესო და ძალიან სხვა ჟღერადობის და პოლიფონიის გალობა არის ბერძნული. ბიზანტიური. შენ ხა მოგისმენია. შენ არ გალობ ხოლმე? სხვათა შორის მამა ბიძინა იყო ამაღლების ტაძარში, რომელიც საკმაოდ კაცრი იყო, შეგვიძლია ვთქვა, მაგრამ ხო ის რაღაც უმორიდებით ვიყავი ხოლმე მამა ბიძინასთან და ერთხელ მითხრა რომ მოდიო იგალობ, რა თქმა უნდა იქ ტაძრის ეზოში ვგალობდი ხოლმე მგალობლებთან ერთად, მაგრამ ეს წირვის დროს ძალიან რთული არის ჩემთვის და ყოველთვის რაღაც შორი ამბავი იყო, არ უყურებდი ხოლმე რაღაც მე მქონდა ამის უფლება თითქოს და მამა ბიძინამ ერთხელ რომ მითხრა, კი წირვაზე ვიგალობე და ოღონდ არ ვიცოდი, ანუ იქვე მასწავლეს, იქვე ვყვებოდი და მე ყოველთვის რამეს თუ ვაკეთებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ხოლმე და ამასაც ესე მიუდეგი და თვითონ პირიქით მოეშვიო, არაფერი ისეთი არ არისო. სხვა დროსაც მოგიწია მე გალობა. ან შიომღვიმეში როცა მიდიხარ ხოლმე, მამასაბასთან არ გალობ? არა. თავს იკავებ? ბიჭები გალობენ და რაღაცა არ ვიღებ ჩემს თავს. სამაგეროდ იერუსალიმი მოიარე გალობით. იერუსალიმში მომეცა. დედებთან ერთად? იმიტომ დედავებმა ხო, და სხვათა შორის შენ გახსოვს მე მგონი უცხოელი მამაები იყვნენ და როგორ არა? მოლდოველი. თითქოს მოლდოველი მოლდოველი. ერთად ვიტრაპეზეთ მე სასტუმრო. რომ და ის რაღაც ჩამრჩა ხო იცი ეგ რაღაცნაირად რომ შენ უნდა იარო და უნდა გაავრცელო ისო რაც იციო. მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოახერხე. გვიანი არაფერი არ არის. მადლობა. მადლობა, ბევრი ისეთი რამე თქვი, რაც ვიცი რომ არ ყვები ხოლმე და თან მეც მეუბნებოდი არ და ვერ და მადლობა რომ გვესაუბრეთ. წარმატებას გისურვებ და
ერთხელ შენ ესეთი რამე მითხარი ნატას დედის გარდაცვალების მერე რაღაცას ვლაპარაკობი და აი მე მინდაო რომ ნატა გავახარავ, ნატასთვის ვიცხოვრო, ნატას მოსაწონი ვიყო და აი მე გისურვებ შენ რომ რა თქმა უნდა შენ ჯერა ამის, შენ არ გჭირდება ამის სახსნა რომ ის ხედავს ესმის და ცოცხალია, უბრალოდ ფიზიკურად არ არის აქ და აი მე ისეთი რაღაცები ვიგზენია აი გარმინქოს და დავამატებ თუმცა ამასაც გაგიხებ. როცა განსაკუთრებით რაღაც დაავადებასთან როცა არის ხოლმე საქმე, იქ ხო ეთყობა განსაკუთრებული შეგრძნებები ახლავს ამ ყველაფერს თან სტრესის და ეს არის რა ლოცვის დროს რაღაცები მოხდა, ეხლა კონკრეტულად არ ვიტყვი. ხო, ლოცვის დროს ან გერმანიაში ვიყავ, პირდაპირ ვიგრძენი, რომ მე აღმოჩნდა, როცა თბილისში ჩამოვედი, თურმე იმ დროს ზუსტად ოპერაციის დროს იდგა ეს 40-მდე ბერი ერთ მონასტერში და ლოცულობდა, რომელიც მე იქ ნათლად ნახე. გერმანიაში. ანუ ეს ამას ალბათ არ დავიჯერებდი ვიღაცას რომ ხო და აი გისურვებ რომ ამდვილად კი არა კი და გისურვებ რომ აი მთელი ცხოვრება აი ეს შენი რაც არის სურვილი ნატას დედას რომელიც ახლა დეცაშია გაახარო ესე იცხოვრო ალბათ ჩემი ცხოვრებით მოვახერხებ მაგას გულისხმობ და შემდგომ ლუკასის იყო შენ სამაგალითო სიმღერაც ეკვა და ასე შემდეგ და ხალისიანი არის მადლობა ძალიან დიდი შენ მადლობა რომ მომეცი ამის საშუალება ემოციური მოსასმენი იყო ვაღიარებ ველაპარაკა მადლობა წარმოდები შენს გამოხდეს სცენაზე აი რასაც ვამბობდი ხო რომ სათქმელი უნდა გქონდეს